იძლიათ გასინჯოთ როგორც ჩინური, ისე საერთაშორისო კერძები. ბავშვებისთვის კი სპეციალური სათამაშო ზონებია მოწყობილი, ხოლო უფროსებისთვის დასასვენებელი ადგილი. პეკინის ზოოპარკში აზიური სპილოები განსაკუთრებული ზონით სარგებლობენ, სადაც მათ ბუნებრივი გარემოს მსგავსი პირობები აქვთ შექმნილი. ისინი ძალიან მეგობრულები, საყვარლები და ჭკვიანები არიან, რაც ვიზიტორებისთვის ნამდვილი სანახაობაა. სპილოების შემდეგ გზად წყლის გიგანტებს, ბეჰემოტებს გადავაწყდი. ეს უზარმაზარი, მაგრამ შვიდი ცხოველები დროის უმეტეს ნაწილს წყარში ატარებენ, სადაც ისინი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობენ. ფოტოების გადაღებაც ყვარებია. ეს რა ცხოველია, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგებ. თქვენ ხომ არიცით? აი მარტორქებიც აქვე ყოფილა. გონი ჭყუპს აპირებენ, ჯობია გავეცალო. ბევრი სიარულის შემდეგ მოვედით ჟირაფებთან. აი ასე ახლოს შეგიძლიათ მათთან მისვლა. მოკლედ აქ სეირნობა ძალიან სასიამოვნოა. ამინდიც იდეალური დაგვემთხვა. უკვე რამდენიმე საათია დავდივართ და იმდენად მრავალფეროვანი გარემოა და ყველგან სანახაობაა, რომ დაღლას ნამდვილად ვერ ვგრძნობთ. აქ როგორი გარემოა იცით, თითქოს რეალურად ბუნებაში ხარ და არა ზოოპარკში. ბარიერები ჩვენსა და ცხოველებს შორის იმდენად მინიმალურადაა, რომ ვერც კი ამჩნევ. თითქოს რეალურად ველურ სამყაროში იმყოფები. სეირნობისას ნახეთ ვინ შემომხვდა. როგორი ჯაბიგრებული ზის ნეტავ რაზე ფიქრობს. აშკარად ფილოსოფიურ ფიქრებშია გართული. ძალიან საინტერესოა და მიიქცე ჩემი ყურადღება. დღევანდელ რეალობას ასახავს სამწუხაროდ. თქვენ რა სიტყვით? აქ ასევე შეხვდებით პინგვინებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისინი განსაკუთრებით მიყვარს. აი რაღაცნაირად უსაყვარლესები არიან. კიდევ ვინ ფიქრობთ ჩემსავით? ესეც ასე. დღევანდელი აღმოჩენები არ სრულდება. ზოოპარკის შემდეგ გადავწყვეტეთ კიდევ ერთი საინტერესო ადგილისკენ წავსულიყავით. ჩემი აზრით, პეკინს თუ ეწვევით, ჯინგშანის პარკში აუცილებლად უნდა მოხვდეთ. აქედან აკრძალული ქალაქის საუკეთესო ხედები იშლება. თავად პარკი კი ცალკე სანახაობა ტყირს. მოვედი პარკის შესასვლელში. ბილეთის ფასი 2 იუანია, რაც დაახლოებით დღევანდელი კურსით 77 ცენტია. ძალიან იაფია. პარკი უზარმაზარი და ულამაზესია. ძალიან ვინანე რომ ცალკე ერთი დღე არ დაუთმე აქაურობას, რადგან საკმაოდ დიდ მასშტაბზეა გადაჭიმული და ბევრი ძალიან ლამაზი ადგილია მოსანახულებელი, თუმცა არა უშავს. ვეცდები რაც შეიძლება მეტი მოვასწრო. მოდი პირველ რიგში გადმოსახედისკენ გავემართოთ, რადგან არ შემოგვაღამდეს. აკრძალულ ქალაქზე ხედებს ვარ შეპირებული თქვენთან. ამდენი კიბე თუ იქნებოდა, აი ამას კი ნამდვილად არ ველოდი. მგონი დაუსრულებელი ჩანს. მინდა გითხრათ, რომ ჯინგშანის პარკი მერვე საუკუნეში აშენდა და მას თავდაპირველად მხიარულების ბაღი ეწოდებოდა. პარკის ცენტრში მდებარე ხელოვნური გორა ჯინგშანი ქალაქის უმაღლესი წერტილია, საიდანაც დაუვიწყარი ხედები იშლება. მეც სწორედ ახლა აქ ავდივარ. აი, ამოვედი ზემოთ. ყველაზე მაგიური მომენტი აქ მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროსაა. ეს ადგილი 360 გრადუსიან პანორამულ ხედებს გვთავაზობს პეკინზე და ყველა მხრიდან საოცარი ხედებია. ახლა კი პეკინის ყველაზე ცენტრში ვდგავარ. კიდევ ერთი უცნაურობა გადამხდა თავს. კადრების გადაღებით გართულს ეს ბიჭი მოგვადგა და გთხოვა მისთვის ვიდეო გადაგვეყო. რა თქმა უნდა, უარი არ უთხარით. უცებ ჯიბიდან ამოიღო წიგნი და ამის წაკითხვა დაიწყო. ხმა მაღლა.